აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე ქართული ოცნება ამბობს, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა Deep State-ის დაკვეთით დაიწყო. უკვე მეორე დღეა განცხადებებს აკეთებენ ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი. ირაკლი კობახიძე რუსულ დეზინფორმაციას იმეორებს და აცხადებს, რომ 8 აგვისტო არ იყო თავდაცვითი ოპერაცია. ტრაიგული რამ მოხდა, ბუნებრივია. 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი ცხინვალში, თქვენ იცით. It გაგრძელდა ეს ყველაფერი 400-ზე მეტი დაღუპული, ოკუპირებული ტერიტორიები, ეგრეთ წოდებული აღიარება სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი. არავითარ შემთხვევაში სააკაშვილი გაყალბებული არჩევნებით დარჩა ხელისუფლებაში და სააკაშვილის რეჟიმმა არადემოკრატიულმა სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო აგვისტოს ომი. სააკაშვილი იყო საერთაშორისო აღიარებული საქართველოს პრეზიდენტი. უკვე გეპასუხე. უმაღლესი მთავარსარდალი ერთის შვედეთის ცხინვალის დაბომბვა რას ნიშნავს? ანუ ცხინვალის გარშემო სამხედრო ობიექტები რომ დაიბომბა, მაშინ დაიწყო ომი თუ როკის გვირაბი რომ სააკაშვილმა სააკაშვილის რეჟიმმა, თქვენმა რეჟიმმა, სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც გარკვევი წერია, რომ ფართომასშტაბიანი არა წერია. ფართომასშტაბიანი არა წერია მასე. არა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვით. ასეთი რამე წერია შეგიძლიათ წაიკითხოთ. რომ გადმოლახა რუსულმა ჯარმა ეს ნიშნავს თუ არა რომ ქვეყნის სუვერენული ხელი დღის განმავლობაში ნახეთ 8 აგვისტოს თელი დღის განმავლობაში სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ისინი იყვნენ გადასული შეტევაზე, ისინი აპირებდნენ კონსტიტუციური წყობილების აღდგენას, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას 8 აგვისტოს განმავლობაში, ვიდრე შემდეგ მედვედევმა არ გააკეთა განცხადება ოპერაციის დაწყების თაობაზე, სააკაშვილი იმტკიცებდა, რომ ის აპირებდა ცხინვალის დაბრუნებას საკუთარი შეტევითი მოქმედებებით. ეს ხდებოდა რატომ გაქრა? არა, თქვენ პარტიას. რას ეთყვით იმ ჯარისკაცებს? იმ სამხედროებს, ვინც იბრძოდა აგვისტოს ომში და ისინი არიან გმირები. ომის დაწყებაში საკუთარი თვალით ნახა, რას აკეთებდა და როგორ მოაწყო ეთნიკური წმენდა. ყველაფერი იცის. საქართველოს ოკუპირებულ ყველაფერი იცის, ჩვენი სამხედროები. თქვენმა პარტიამ არა, საქართველოს არა. რამდენჯერმე მკითხეთ, თქვენ გინდა? არა, არავითარ შემთხვევაში სააკაშვილის რეჟიმი არასდროს არ წარმოადგენდა საქართველოს 2008 წლის შემდეგ ის არ წარმოადგენდა საქართველოს გამომდინარე იქიდან, რომ მათ დაამყარეს სისხლიანი დიქტატურა, გაყალბებით დარჩნენ ხელისუფლებაში, შესაბამისად 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმი არ წარმოადგენდა საქართველოს. სააკაშვილის რეჟიმი ომთან და რუსეთის ომთან დაკავშირებით რომ ბომბავდა საქართველოს ტერიტორიას. წუთებზე ხო არ არის აქ საუბარი, ნახეთ. ეს იყო კატასტროფული ავანტიურა. ეს იყო ღალატი, დაკვეთილი ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინ სააკაშვილის რეჟიმმა. გარედან Deep State-ის მიერ დაკვეთილი ღალატი. კითხეთ დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას ვინ არის Deep State. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა. დაველოდოთ გამოძიებას, ახალგაზრდები, რომლებიც ქილიკით საუბრობენ, რომ მაშინ პატარები იყვნენ, ზოგი ბაღში იყო, ზოგი ასე ვთქვათ არ იცოდა რა ხდებოდა, დღეს ექნებათ ამის საშუალება, როცა მოხდება დასრულება გამოძიების, რომ გაიგონ სიმართლე. ბატონო მიხეილ, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილ მტერს რო ვაკავებდით. ეს არის დანაშაული ქვეყნის, ეს არის დანაშაული. უკაცრავად, ერთ წუთი შალვა, უკაცრავად. დიახ. თქვენ 2008 წლის დღეები გახსოვთ? 7 აგვისტო გახსოვთ? კი, მახსოვს, როკის გვირაბით რომ შემოვიდა რუსული რეგულარული არმია, ბატონო საუბრობდნენ, აი ხა მე როგორ საუბრობ. მაშინდელი ხელისუფლება რა საუბრობდა? შემოვიდა რუსებიო, საუბრობდნენ 7 და 8 აგვისტოს? საუბრობდნენ ამას? თქვენ ხო ტელევიზიის წარმომადგენლები ხართ და ჟურნალისტი ბრძანდები. ბატონო მიხეილ, აი ამაზე მაქვს საუბარი. საკუთარ ქვეყანას რომ ძდებთ ომის დაწყებაში ბრალს, არ გეუხერხულებათ? არქივს ვერ წაშლით. 2008
2008 წლის ნამდვილად რომ 7 აგვისტოს შემოვიდა რუსები საქართველოს. ეს ბიჭი გოგიდა რომ გიპასუხოთ. გვინდა რომ გიპასუხოთ. პასუხობთ. თქვენ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც 7 და 8 აგვისტოს ისინი არ ახსენებდნენ საერთოდ რუსებს. რუსეთი არაფერ შუაშია? რუსეთი არაფერ შუაშია? იმ შუაში არის რომ შემდეგ 30 სტრატეგიული ობიექტი რომ იყიდეს, მაშინ არ იყო რუსეთი ომის შემდეგ. საქართველოს ადანაშაულებთ ახლა ომში? მარსე რომ იდგა მაშინდელი პრეზიდენტი და ელოდებოდა რუს ტურისტებს, მაშინ რუსეთი არ იყო დამნაშავე? 30 სტრატეგიული ობიექტი თუ მიყიდეს. ჩვენ იგივეს კი არ ვაკეთებთ. ჩვენ იცი რა გავაკეთებთ. საქართველოს კი არ ვაბრალებთ. საქართველოს არ ვაბრალებთ. ჩვენ ვართ საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს არის ეროვნული ინტერესი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის გასამართი. ამა დიდებას ვის დანაშაული ჩაედინა ჩვენი სამშობლოს წინაშე, ვინც არ უნდა იყოს და ვინც იყო ხელისუფლებაში. ამათ დიდებას უკან ვერ ამოეფარება. ამ ადამიანებს ეუბნებით რომ დიქტეიტის დავალებით შეეძინენ მათი ოჯახის წევრები. პასუხი აგონ ყველამ თავის აქციელზე. როცა 7-ში აქ შემოდიოდა თურმე რუსეთი და არ ეუნება საკუთარ საზოგადოებას და პირდაპირ მიდის და იწყებს მანევრებს და სიმართლეს არ უნდა შეეკავებინათ რუსული არმია ბატონო მიხეილ, ანუ ჩვენ ტერიტორიაზე რომ უცხო ქვეყნის ჯარები შემოდის, არ უნდა შეაკავო, ანუ სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა არ იყოს სწორი. აღიარება, ან მოგიწევთ აღიარება? მე არაფერი არ მომიწევ, ჟურნალისტი ვარ და კითხავს, ბატონო მიხეილ, ნუ გერევათ რაღაცა. ჟურნალისტი თუ ბრძანდებით, არქივს ჩახედეთ და თქვენ თვითონ გასცემთ პასუხს, რას აკეთებდა მაშინდელი ხელისუფლება. ქართული ოცნების განცხადებებს იწონებენ რუსეთში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახოროვა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეცდომებისა და განხორციელებული აგრესიის აღიარება შერიგებისათვის აუცილებელი პირობაა. არსებობს შესაძლებლობა ვივარაუდოთ, რომ მოლაპარაკებები წინ წავა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 1 წლის განმავლობაში საჯაროდ აღიარა მიხეილ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტი, ასევე გააკეთა განცხადებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შერიგების აუცილებლობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის ეს განცხადებები გადამწყვეტი გახდეს თბილისის მიდგომებში, სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების დამყარების მიმართ და ასევე გადაიზარდოს კონკრეტულ პრაქტიკულ ქმედებებში, აცხადებს ზახაროვა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველოს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება კვლავ მოლაპარაკებების პროცესის მთავარ პრიორიტეტს შორის რჩება. ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა ამ პროცესს ხელი შეუწყოს. ქართული ოცნების განცხადებებს აფასებენ ოპოზიციაში. ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი კობახიძემ და კარგად იცის, რომ ქვეყანა ზღალატობს და ქვეყნის ინტერესებს უკანა პლანზე აყენებს. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2008 წლის ომი დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც არ იყო დემოკრატიულად არჩეული და ხელისუფლებაში დარჩა გაყალბებული არჩევნების შედეგად. ქართული ოცნების განცხადებებს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, რომ მათი განცხადებები ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას და ქართველი ხალხის სამშობლოს გარეშე დატოვებას. ეს ომი ერთმნიშვნელოვნად რუსეთმა დაიწყო. ყველა, ვინც საპირისპიროს ამბობს, ამით სამხილს აძლევს რუსეთის ფედერაციას, რომელიც შემდეგ საკუთრივ ჩვენს წინააღმდეგ იყენებს ამ ყველაფერს. აქ კოლაბორაციის მოდელთანაც გვაქვს საქმე. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღიდან 17 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საოკუპაციო ძალები როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. რუსულმა ავიაციამ დაბომბა რამდენიმე ქალაქი, გადაწვა ათეულობით სოფელი, სამხედრო ბაზები და სხვა სტრატეგიული ობიექტები. რუსულ სამხედრო აგრესიას 400-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2222 შეადგენს, მათ შორის 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. 150,000-ზე მეტი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად რუსულმა აგრესიამ უმძიმესი ადამიანური ტრაგედიები გამოიწვია. საქართველოში დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია.
ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი. ბაგრატის ტაძარში სასულიერო პირებმა დაღუპული მეომრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ტაძრის ეზოში წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა აგვისტოს ომის თემაზე. 2008 წლის ომს ქუთაისიდან 9 მებრძოლი შეეწირა, მათ ოჯახებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 1500 ლარი ჩაერიცხა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ჩოხოსნება აგვისტოს ომში დაღუპული ქუთაისელი მეომრების ოჯახის წევრებთან ერთად ყვავილებით შეამკეს გმირების საფლავები. მთავრობის განკარგულებით საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 8 აგვისტოს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. რუსეთი ოკუპანტია. უწყვეტი პროტესტის 253 დღეს ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ის მძიმე დღეები გაიხსენეს, რაც 2008 წელს საქართველოს აგვისტოში ედგა. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ რუსეთის მტრული განწყობები საქართველოს მიმართ და ჩვენი ქვეყნის საბოლოო დასუსტებისათვის კვლავ გრძელდება. ისინი თვალსა და ხელს გვაყოლებენ და გვეუბნებიან, რომ არ შეცვლილა ქვეყნის საგარეო კურსი, მაგრამ ყოველდღე ხედავთ საგანგაშო რეალობას, რუსების მზარდ მიგრაციას და ქართველების მზარდ ემიგრაციას. პატარა ბავშვებო, ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო, მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო განათლება ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას, რადგან მასწავლებლებს დღეს უჭირთ ხმის ამოღება რუსული ავტოკრატიის წინააღმდეგ. არ დაივიწყოთ საქართველოს ისტორია, რადგან ჩვენი ყველას თავისუფლება შეეწირა დღეს და არა მარტო დღეს ისტორიულად უამრავი ქართველი გმირი. ქართულ ოცნებას დღეს ცუდად ხდება ყურში, როდესაც ახალგაზრდები ამბობენ, ანწუხელიძე უკვდავია. ჩვენი პრორუსი მთავრობა კი უდიფრად აცხადებს, რომ ის ვიღაცის ყიას შეეწირა. ეს არის ქვეყნის ღირსების ფეხქვეშ გათელვა. არც ერთი თავმოყარე ერი ამ უზრდელობას, ამ სიხალბეს, ამ ისტორიის გადაწერის მცდელობას არ აპატიებდა რუსულ ხელისუფლებას. ჭეშმარიტებები კვლავ გავიმეოროთ. იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ზოგიერთ ადამიანების თავში ნათლად წარმოჩინდეს სად არის რეალური ისტორია და სად არის კვაზი ისტორია, რომელიც ემსახურება მხოლოდ ძალაუფლებაში დარჩენას და პროპაგანდის წარმოებას ამ სურვილისთვის. საქართველო გამოეყო საბჭოთა კავშირს არა იმიტომ, რომ მოსწონდა საბჭოთა კავშირში ცხოვრება, არამედ იმიტომ, რომ ის იყო დაპყრობილი ბოლშევიკური საბჭოთა არმიის მიერ 1921 წელს. მთელი 70 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით 60-იან წლამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონები იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის განსხვავებული ფორმით. საბჭოთა ისტორიამ ამოშალა ეს ბრძოლის ფურცლები და ასწავლა ხალხს სკოლაში, რომ ხალხს საქართველოს მოსახლეობას უხაროდა საბჭოთა კავშირში შესვლა. რომ მე-11 არმია ეს იყო არა ოკუპანტი არმია, არამედ განმათავისუფლებელი არმია. რომ ჩვენი სურვილით შეუერთდით ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირს. ეს ასწავლა საბჭოთა ისტორია და ძალიან ბევრი ჯერ კიდევ სამწუხაროდ სჯერათ, რომ ეს ისტორია არის ქრესტომატიული საქართველოს ისტორია. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით დაპყრობილები
ბოლშევიკური რუსეთის მიერ. და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ არასდროს შეჩერებულა 70 წლის განმავლობაში ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. და 1991 წელი ეს არ არის მხოლოდ ერთი დღის შედეგი, ეს არის ამ 70 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის განსხვავებული ფორმით ბრძოლის შედეგი იმპერიალიზმის წინააღმდეგ. როდესაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი, ჩვენი მთავარი საზრუნავი გახდა დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. სწორედ ამ დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მოსახლეობამ დაინახა დასავლეთში. სწორედ ამიტომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ჩვენი და მთელი სახელმწიფოს ვალდებულება უზრუნველყოს საქართველოს ევროინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება, რომელიც თავის მხრივ ასრულებს ორ მნიშვნელოვან მიზანს. პირველი, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო ინსტიტუციების განძლიერებას დემოკრატიის წიაღში, სუვერენიტეტის გამტკიცებას და ეკონომიკურ ზრდას. ასევე ნაწილობრივ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას ამ რთულ გეოპოლიტიკურ გეოგრაფიაში. სწორედ ამისათვის 30 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა მთავრობებთან ერთად, რა თქმა უნდა, იმუშავა იმისათვის, რომ ეს მიმართულებები გაძლიერებულიყო. არც საიდან ჰაერიდან არ მოსულა 82% ევროინტეგრაციის მხარდაჭერა. ეს არის ჩვენი უალტერნატივო განვითარების და ჩვენი სახელმწიფოებრიობის უზრუნველყოფის გზა. დღეს ქართული ოცნება ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ეს არის თავსმოხვეული გზა დასავლეთის მხრიდან, გამოიგონა გლობალური ომის პარტია, რომელიც დაივიწყა სხვათა შორის, ჩაანაცვლა ეგრეთ წოდებული deep state-ით, რომ ამითი ემანიპულირება მოეხდინა ჩვენთვის, ვინაიდან ტრამპი იმეორებს ამ ტერმინებს, ამიტომ ესენი უფრო ახლოს არიან ვითომ ტრამპთან, მაშინ როდესაც უნდა ვიცოდეთ, რომ deep state-ი როგორც დეფინიცია წარმოშვებულია თურქეთში და ის აღნიშნავს ქვეყნის შიგნით არსებულ გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს. საერთოდაც უმტკინეულო ტერმინია წესი და რიგით. მაგრამ ქართულმა ოცნებამ ეს ტერმინი წარმოაჩინა მასონურ ლოჟად, შეთქმულების და კონსპირაციის თეორიად და დღეს ამ უბადრუკი დეფინიციით აშინებს საქართველოს მოსახლეობას. ამ დეფინიციის ქვეშ მან გადაწერა საქართველოს მიღწევები ბოლოდროინდელი. მან გაანადგურა 2008 წლის ომის, 1992-13-14 წლების ომის საქართველოს მოსახლეობის, ჯარისკაცების, მებრძოლეების სხერფლი. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ. ამის გზა არ გადის რუსეთზე. ამის გზა გადის დასავლეთზე. და დღეს უკრაინის ომი კიდევ ყველაზე კარგად მეტყველებს ამაზე. არანაირი რუსეთი არასდროს არ ახადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც ეს არ გაუკეთებია საბჭოთა კავშირის დროს. პირიქით, მოსკოვი ყველაფერს აკეთებდა, რომ თბილისს და სოხუმს ეჭხუბა. ყველაფერს აკეთებდა, რომ თბილისს და ცხინვალს ეჭხუბა. ყველაფერს აკეთებდა, რომ თვითონ ყოფილიყო ვითომ მომრიგებელი. მაშინ, როდესაც სპეციალურად აძლიერებდა და დრო გამოშვებით ქმნიდა
რეპრესიულ მექანიზმებს და გარკვეულ ხრიკებს ყველა ამ რეგიონში. იმისათვის, რომ განემტკიცებია ეგრეთ წოდებული ვითომ დაპირისპირება აფხაზეთსა და ქართველებს შორის. რუსებს და ქართველებს შორის. ამ ისტორიის გამეორება და გადაწერას ცდილობს ეს ქართული ოცნება. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, პროპაგანდა მუშაობს მხოლოდ იქ, სადაც მას აქვს რეალური ნიადაგი. საქართველოში ქართული ოცნების მიერ გამოგონილ პროპაგანდას არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს, არც ისტორიულად და არც ფანტაზიის ნაყოფით. ამიტომ ეს პროპაგანდა დროებითია, სწრაფად ცვალებადია, არამდგრადია და მუდმივად განიცდის ტრანსფორმაციას. შესაბამისად, მალე დასრულდება ის რეჟიმი, რომელიც აცდენილია საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეროვნულ საფუძვლებს და ამერის მისწრაფებებს. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინელ ხალხს და ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. ქართული ოცნება რეგიონებში მერობის კანდიდატების წარსადგენად ემზადება, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია და სავარაუდოდ ორშაბათს ერთიანად წარადგენენ მერობის კანდიდატებს. როგორც მან აღნიშნა, რეგიონებში ბევრი მოქმედი მერი დარჩება თავის პოზიციაზე, თუმცა ასევე იქნებიან ახალი სახეები. მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს ორი კლასიკური კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული მერობის კანდიდატის შეირჩევა სწორედ ამ კრიტერიუმებით ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა. ხშირ შემთხვევაში მოქმედი მერები რჩებიან საკუთარ პოზიციებზე, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა გვეყოლება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი სახეები, ახალი კანდიდატები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 63-ვე რეგიონულ მუნიციპალიტეტში მოიგებენ ჩვენი კანდიდატები, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი შენგელიამ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც პოსტში ვკითხულობთ, ირაკლი შენგელია რჩება ქუთაისის საკრებულოს წევრად, როგორც გამარჯვების მაჟორიტარი დეპუტატი. დღეს ვემშვიდობები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას. 8 წელი იყო გამოწვევებითა და გამარჯვებებით სავსე გზა. ჩემთვის ეს თანამდებობა არასოდეს ყოფილა მხოლოდ ტიტული, ეს იყო პასუხისმგებლობა. ემსახურო ქალაქისა და მოქალაქეების ინტერესებს. ღიაობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა მონაწილეობა იყო ჩემი მთავარი პრინციპები და მჯერა, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე დგას ქუთაისის მომავალი. განსაკუთრებით მადლობა ქართულ ოცნებას ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, 2025 წლის არჩევნებში პარტია გაიმარჯვებს 64-ვე მუნიციპალიტეტში და გააგრძელებს ქვეყნის განვითარების შეუქცევად გზას. მადლობა ქუთაისელებს, საკრებულოს დეპუტატებს და ყველას, ვინც ამ გზაზე ჩემს გვერდით იდგა. პოზიციის გარეშეც ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით, თქვენი ინტერესების დამცველად და მხარდამჭერად. მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩემს ოპონენტებს ჯანსაღი კონსტრუქციული პოზიციონერებისათვის. ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში უდიდესი როლი ენიჭება სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. მადლობა თითოეულ მათგანს აქტიური თანამშრომლობისათვის. რჩები ქუთაისის საკრებულოს წევრად, როგორც გამარჯვების მაჟორიტარი დეპუტატი. განსაკუთრებულ პატივს ვცემ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ჩემს ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს. ვარ და ყოველთვის ვიქნები თქვენი ნაწილი, თქვენი მხარდამჭერი და თქვენი ხმა ქუთაისის საკრებულოში. ქუთაისის მომავალი ჩვენზეა, ერთად შევძლებთ მეც. წერს ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში. როგორც ირაკლი შენგელიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, ის საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს. ვინ შეასრულებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ირაკლი შენგელია 2021 წლიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევის მორიგი სკანდალური შედეგები. კონკურენციის სააგენტომ საქართველოში წამლების შემომტანი კომპანიები ჯამში 260,000 ლარი დააჯარიმა. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნიდან ირკვევა, რომ 4 იმპორტიორი კომპანია ფარმაცევტულ ქსელებს, მედიკამენტებს მაღალი ფასნამატით აწვდიდა. შედეგად მომხმარებლები წამლებს რეალურ ფასზე რამდენჯერმე ძვირად ყიდულობდნენ. დასკვნის თანახმად, ხელოვნურად გაზრდილ ფასებში ჩადებული იყო ისეთი ხარჯები, როგორიცაა ძვირადღირებული საჩუქრები, მათ შორის ოქროს სამკაულები, მაღალი კლასის სასტუმროებში
სისტემებში განთავსების ხარჯები, პრემიულ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა. ჩატარებული მოკვლევა 2023 წლამდე იმ პერიოდს ეხება, როდესაც მედიკამენტების ფასი რეფერენტული სისტემით, ანუ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასით ჯერ არ რეგულირდებოდა. სააგენტოს დასკვნის შედეგებს ყველა მსხვილი დაჯარიმებული კომპანია არ ეთანხმება. ჩვენ ნახეთ აღნიშნული კომპანიების საბითო მიწოდების ფასი, ასევე იმპორტის ფასი, ჩაუთვალეთ ყველა კვალიფიციური ხარჯი. საბოლოო ჯამში იყო რიგი მედიკამენტები, რომლებიც იმპორტიდან მომხმარებლებამდე 300 და 300%-მდე მოცულობაში იყო ფასნამატი წარმოქმნილი. აღნიშნული პროცესი ჩვენს მიერ შეფასებული იქნა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა. რა შედეგების მომტანია მომხმარებლებისთვის კონკურენციის სააგენტოს დასკვნა თუ კი ის გასულ წლებს ეხება და ეს მედიკამენტები ბაზარზე უკვე გაიაფებულია რეფერენტული ფასების დაწესების შედეგად. კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსგავსი მოკვლევები მომხმარებელს ფასების შემდგომი ზრდისგან იცავს. რჩება რიგი მედიკამენტები, რომელიც შეიძლება რეფერენტული ფასწარბოქმნის მიღმა და ასეთ შემთხვევებში ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი იქნებიან დომინანტები კონკრეტული მედიკამენტის ბაზარზე და მათ ექნებათ ჭარბი ფასი, რაც გამოხატულია გონივრულ მარჟას პლუს დამატებითი ფასნამატები, кейსის არსებობის შემთხვევაში ისინი მიჩნეულები იქნებიან კანონ დარღვევად. მსგავსი ანალიტიკური დოკუმენტები იძლევა, რა თქმა უნდა, სიგნალებს აიმისოთ, რომ კარგად გვესმოდეს, რომ ეს მუშაობა გასაგრძელებელია, საიმისოთ, რომ რეალურად სამართლიანი ფასით სარგებლობის შესაძლებლობა კონდეს ქართულ პაციენტს. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კონკურენციის სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო მოკვლევა რიგ მედიკამენტებზე არარეალურად მაღალი ფასნამატების შესახებ. მედიკამენტები ორჯერ, სამჯერ უფრო ძვირად და ხანდახან რიგ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად ძვირად მიეწოდებოდა მოსახლეობას იმპორტის ფასიდან საბოლოო ფასამდე, ანუ აფთიაქის საცალო რეალიზაციის ფასი იყო ძალიან მაღალი. მოამბე 4-ვე დაჯარიმებულ კომპანიასთან დაკავშირებას შეეცადა მათი არგუმენტების მოსაცმენად. მათგან მხოლოდ გიასგან მოახერხეთ წერილობითი პასუხის მიღება. კომპანიაში აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას და სააგენტოს დაუსაბუთებელ მიდგომაზე საუბრობენ. კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიაში მედიკამენტის ხარჯის გამოანგარიშებისას მხედველობაში ჰქონდა მიღებული გარკვეული საოპერაციო ხარჯები, რაც გადაწყვეტილების საბოლოო ვერსიაში აღარ გაითვალისწინა. მაგალითად, სააგენტომ საბოლოო დასკვნაში მედიკამენტის ხარჯის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღო კომპანიის ისეთი მნიშვნელოვანი საოპერაციო ხარჯები, როგორიცაა აფთიაქის იჯარის გადასახადი, კომუნალური გადასახადები, გაყიდვების დეპარტამენტის სახელფასო ხარჯი და სხვა. ასევე სააგენტომ მხედველობაში არ მიიღო GDP სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების საწყობთან მიმართებაში.